მეგობრებო, მოგესალმებით მეგობრებო და გილოცავთ. ხვალ ორმაისობა, იგივე გვირილობა და იგივე ქუთაისობა. ქუთაისობაზე გამოვიდო თავი, თელავ ქალაქობაზე სად იყავი 1 ნოემბერში, ძალიან მაინტერესებს ასეთი განცხადება რო არ მახსოვს. რა ვიცი, მოვა ნოემბერი და მიულოცე შენ, ვინა გიშალა. მოკლედ ხვალ ქუთაისობა და ულოცავ მთელ ქუთაისს და ნახევარ საბერძნეთს. ძალიან ბევრ რამას დღეს უსურვებ ჩემ საყვარელ ქალაქს. აუ როგორ ჩქარობს, ერთი სული აქვს, როდის გაიქცევა ქუთაისში, შინაგანი შფოთვები აქვს, ეხლა ამაურიდან იგრძნობა. და ეხლა რო შეხედე, ნახევარი რიკოცია უკვე. ყველა ქუთაისელს გილოცავთ ქუთაისობას და რა თქმა უნდა, ჩემ თავსაც გულოცავ. მოიცადე შენ რომ ნახშირღელედან ბრძანდები, ამას რა უკვე. მე რა, ნახშირღელედან ქუთაისამდე 15 წუთში ჩავდივარ. მაშინ მე თბილისელი ვყოფილ ვარ ჩემო ნიკოლოზ 45 წუთში ჩამოვდივარ თელავიდან და ნახევარ საათზე მღარ გამომეკიდები. ისე რა კარგად დაემთხვა ხვალ როა ქუთაისობა, თორე გუში რო ყოფილიყო ასე უმახიანად კი ვერ მიულოცავდი ნაბახუსები. კი ბატონო, გაგიმართა ხვალ აღნიშნავ 2 მაისობას და ზეგ აღნიშნავ 3 მაისობას. ვიკენდიას საკაბაბეში ან პახმენიობას, რა ის რომელიც არის. ერთი სიტყვით გილოცავთ ქუთაისელებს, ქუთაისობას, თელაველი პატა და თერჯოლელი იკა. ხვალ შევხვდებით ერთმანეთს ჭაღარა ქალაქში, სადაც იქნება კეიფი და დროშტა. ნამდვილად მეც ერთდები და დიდი სიყვარულით ჩემ ქუთაისს და ქუთაისელებს ვულოცავ ამ არაჩვეულებრივ დროს, მაგრამ ქუთაისი ნახე, რამდენი რამე თქვი, მაგრამ ამისთანა სიტყვას რასაც ახლა მე ვიტყვი, არ გითქვია. აბა, ქუთაისი ისეთი ქალაქია, სულ დღესასწაულები უნდა იყოს. ეს ასე ქალაქს დღესასწაული უხდებოდეს მე. არ ვიცი. ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ ჩვენ შოუში დოლგარმონზე უკრავს და კეიბის განწყობაზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი. კიდევ ერთი მოსალოცი ამბავი გვაქვს, ამჯერად მარტო ქუთაისი არა. მთელ საქართველოს ეხება. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო ძიუდოში. გვაქვს როგორც გუნდური ოქრო, ისე ინდივიდუალური მედლებიც. ვულოცავთ სრულიად საქართველოს. ჩვენი ძიუდოისტები მემაგონებენ ჩვენს ქსოვრელებს, დიახ, ქსოვრელებს. არ მოგესმათ. ერთადაც მაგრები არიან და ცალ-ცალკეც. მაინც ეს გუნდური ქართველებს ყველაფერი კარგად გამოგდის. სიმღერით დაწყებული ძიუდოთი დამთავრებული. სხვათა შორის გუნდური შეჯიბრების ბედი ბოლოს ჩვენმა ქალბატონებმა გადაწყვიტეს. რითაც საფუძველი ჩაუყარეს ახალ გამონათქვამს. ხალი ვიცი მე, ტატამზეო. ჩვენმა გოგონებმა ისე მაგრად იჭიდავეს, რომ საერთაშორისო ტერმინოლოგიიდან ამოაგდეს ტერმინი სუსტი სქესი. ასე რომ ევროპამ იხილა ოქროზე, ანუ ოქრო სპორტსმენები, ოქროს მედლები. კიდევ ერთხელ ვლოცავთ ჩვენს ძიუდოისტებს და ბოდიშს ვუხდით სხვა ქვეყნის ძიუდოისტებს, რომლებიც გამოდის, რომ უბრალოდ მონტენეგროს დასათვალიერებლად ჩასულან ტურნირში. მიყვარს, როდესაც სპორტსმენების ღვაწლი ფასდება, არა მარტო დღევანდელი ღვაწლი. ამის დასტურად გაცნობებთ, რომ ლეგენდარული კობი ბრაიანტის სადებიუტო მაისური $7 მილიონ გაიყიდა. გაიყიდა უკვე. მომასწრეს, არა და როგორ მინდოდა ყიდვა. ისე მაგარი იყო ბრაიანტი. კობის გამო მიყვარს მე კალად ვურთი. პირველ გადაცემაში რო პერანგი მეცვა, ის უნდა შევინახო. რაიც რა ხდება, თუმცა შენახული არაა, ისე ვისმაცვია და იხუბრე შენ და 8 მილიონს მაძლევდნენ მე ჩემ პერანგში, მაგრამ 8 მილიონის გულისთვის, რაღაცა 8 მილიონის გულისთვის ბრეტელებიან მაისურზე ხوار ჩავუწევ. ეხლა რა ამბავია ისე მართლა 7 მილიონი კობის მაისურში.
კობის როა იმიტომ ღირს მაგდერი თუ გია ხარაიშვილის მაიწურე 15 ლარა დევს ყველგა კაცი არ გიდეს გადაირე კაცი გარდაცვლილი კობი ბრაიანტიც ჩემზე მეც შოვნებს დიმა შენ რომ პირველად ქორწილში დაუკარი ის დოლი ხო არა გაქვს შენახული იმიტომ ვერ ხარ მილიონერი უნდა შეინახო პრინციპში გამახსენდა ეგ დოლი ხო იმ თამადას ჩამოასვეს თავზე იჩქარი როგორც თქვი წეღან მიყვარს სპორტსმენის ღვაწლირო ფასდება ჩემო პაატა ხო და ნორვეგიაში ცოდნიათ ძალიან დაფასება ნორვეგიაში მატჩი საუკეთესო მოთამაშეს საჩუქრად სხვარი გადაცა ეგენაცოლი ნამდვილად ნორვეგია თუ ახმეტა ეურე შეგენასწორე თუ გახსოვს წინა გადაცემაში თვით რომ ნორვეგიაში საუკეთესო ბომბარდის კვერცხი გადასცეს გახსოვს კი მე ვიხურებთ ესენი ცხვარზე და ოციანზე თამაშებენ მალეო და ასე აგიხდეთ ყველაფერი კაი ლოგიკურად საუკეთესო მოთამაშეს თუ ცხვარი გადასცეს მაშინ ბომბარდირს ეკუთვნის ოციანი ესე იგი დიდი кейფია ნორვეგიაში ბატონო რა გინდა მშვენიერი პრიზია ცხვარი და იმედია ნორვეგელებმა ჩაკაფულის გაკეთება იციან ტყუილად არ გააფუჭონ ხა ეს პრიზი გამიფუჭდაო რო იტყვი არა ამ ფეხბურთელს ჩაკაფულზე უარი უთქვამს პირველ ტაიმში მაგარ ტრამას გადავჭიდა ამ სხვას ეკლესიის ეზოში გაუშვა მოკლედ კარგია ნორვეგიაში ფეხბურთელობა ნამდვილად სულ კარგად თუ ითამაშებ სეზონის ბოლოს მწყემს ხარ ან ვეტერანი რო გახდები დიდი ფეხბურთიდან მეცხოვრებაში გადადიხარ უკვე ვენაცვალებ შვენიერი ფარა გყავს კი კაცო ცხარი ვახსენეთ და თურმე ცხრის კერძების მსოფლიო ასეულში ჩაკაფულიც იკავებს საპატიო ადგილს ხაშლამასთან და ჩანახთან ერთად პირველ ადგილზე უეჭველი ნორვეგიული კერძი იქნება რადგან საუკეთესო ფეხბურთელებს აძლევენ ცხარს ახალმა ტყებალმა ვერ მოუსწროთ თორემ პირველ ადგილზე ვიქნებოდით შემოძმავა ან შეიძლება კომისიის წევრები პახმელიაზე არ იყვნენ თორე მეორე ადგილს ვინ გვაკადრებდა ერთი მაინტერესებს აბა რაღაც ჩაკაპული ისეთი მაგარი საჭმელია მენიუს რო გადაშლი ახალი ტყების და ტარხუნის სურნელი გეტაკება პირდაპირ ცხვირში მომშივდა გადადის სხვა თემაზე სასწრაფოდ ჭამა კარგია მაგრამ სპორტული ცხოვრებაც არ უნდა დაგვავიწყდეს ამიტომ ჩინეთში ადამიანების და რობოტების ერთობლივი მარათონი გაიმართა სადაც ადამიანმა უკეთესი შედეგი აჩვენა ვიდრე რობოტმა სულაც არ მიკვეს რომ ადამიანმა გაიმარჯვა უკან რო გავიხედო და დავინახო რობოტი მომსდევს აი ვიგამასწრებს მაინტერესებს რობოტი თავს იმართლებდა თურმე კი მოვიგებდი მაგრამ Google-ის აპლიკაციამ გამიშვა შორიგზის თბილისის ტაქსივით თავს კი იმართებდა მაგრამ აშკარად ფიზიკურად ვერ გაკაჩა იმ დღეს პირველად ნახე დაღლილი რობოტი რომელიც ქოშინით ამბობა დამანებენ ამი ამდენი საჩევიძე რობოტი ვარ ადამიანი კი არა ვასი შეიძლება მწველი რობოტი იყო და ადვილად იმითო დაიღალა. მოკლედ ლუდზე გასაგზავნად რობოტი ერთ მნიშვნელოვნად არ გამოდგება. ნული ყოფილა. ან ჩინური რობოტებია უხარისხო. ისე რა საინტერესოა ადამიანების და რობოტების ერთობლივი მარათონი ადამიანებმა დაგეგმეს თუ რობოტმა. მე როგორც ვიცი რობოტების იდეა იყო საქველმოქმედო მარათონი მოეწყო. უპატრონო რობოტების დასახმარება. არის ესე. ზოგი რობოტი რა ჯიგარია და ზოგი უბედურის ერთია რა. ჩინეთში რობოტი კურიერი ავტოავარიაში მოყვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმართა. ძაღლები ჩემი ავტოავარიის შემდეგ ვერ გაარკვეს მანქანის ნაწილები ეყარა გზაზე თუ რობოტის. ასე რომ იძებნება კურიერი რობოტი. ადვილად რომ იცნოთ ყუთში უდევს 2 შაურმა. აქედან 1 უხახო. თუ დააკავეს იქაური კანონებით რობოტს დანაშაულის დამალვის გამო 3-დან 7 წლამდე ელემენტების ამოღება ემუქრება. ამ საკითხში მჯობი ვართ ჩინელებს ნამდვილად ჩვენთან მაგალითად ინდოელი კურიერი არ მიიმალება შემთხვევის ადგილიდან. ჟანერად თუ დაბიიბალოს. დასაბალ ადგილს კი არა ჩაგდებულ ლოკაციას ვერ აგნებენ ეგენი და რანაირად. და ბოლოს ცნობილი ვიდეო პორტალი YouTube იუბილარია. ზუსტად 20 წლის წინ YouTube-ზე პირველი ვიდეო აიტვირთა, რომელიც კომპანიის ერთ-ერთმა დამაარსებელმა ჯავედ კარიმიმ დადო.
ხოლო მეორე ვიდეო ატვირთა შოთა სიხარულიძემ. ისე პირველი ჩინური წელი დიდი ვერაფერი, მაგრამ მერე ჩემ შოუს დადება დავიწყე და კი ამოვქაჩე ბოლო 3 წელიწადში. მიყვარს YouTube. YouTube მარტო იმიტომ უნდა გიყვარდეს, რომ რაც წლები გვიშრომია და გვიკეთებია, იქაა ყველაფერი შენახული. ჩვენ 20 წლის წინ სულ სხვანაირები ვიყავით და YouTube ზუსტად ისეთია. წლები არა, მარტო ვიდეოები აქვს მონაწილე. ესმის YouTube, ჩემო კარგო. გილოცავ 20 წლის იუბილეს და გისურვებ მილიარდობით ნახევარს. ცუკენბერგმა გთხოვა, რომ მილოცვა ჩამიწერეთო და მოიწი შეეცრა მიულოცოთ. ხოდა ეს აღსაღნიშნი ამბავია ჩემო ძმაო, YouTube-ის 20 წლის თავია. ჩართე ლაივი, მოაყარე ფოლოვერები და დავიწყოთ. YouTube-ის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მოდი ვინც ასკროლოს, ჩასკროლოს, დააშიაროს და დაასაბსკრაიბეროს ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს. წავიდა მუსიკა. აბა, ჰე! ცალეთ მე ოქროს ამხელა მახსოვს. ვულოცავთ სრულიად YouTube-ს იუბილეს ჩვენი YouTube გვერდის თამადობით, რომელიც ქვემოთ არის მოცემული. შემოდით, გამოიწერეთ, დალაიქეთ და YouTube-იც კარგად იქნება და ჩვენც. მანამდე კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, რომ ჩვენ შოუში დოლგარბოზე უგრავს და კეიფის განწყობაზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი. ჩემო ნიკოლოს ხვალ ჩვენ ქუთაისში დალევა არ აქვს ხდება. და ახმენიისთვის თუ ხარ მზად? ისე რა. ხოდა სიმღერა ყოფილა კარგი ნაბახუსებზე, ოღონდ ყველა არა. რომელ სიმღერას მირჩევ შენ, მითხარი აბა? რომელი და აი ახლავე გავირეპეტიციოთ გამოგვადგება. აბა ჩართეთ მუსიკა. კარგი მკურნალობის მეთოდია.